გამარჯობა ახალ ამბებს ეთუნა ინსპირველი გაგაცნობთ. ყველას შეუძლია შეუერთდეს ამ მანიფესტს. მართლმსაჯულების გადასარჩენად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და აქცია სხდომის პარალელურად. სისტემას მართავენ სამარცხვინო ადამიანები, ჩინჩალაძე, მურუსიძე, ბრიტიშვილი, მიქაუტაძე, როგორც ის შავი სია გავაჩერეთ, ისე გაჩერდება ყველა ნაბიჯი, რომელიც არ მოემსახურება სამართლიანობის ინტერესებს. და სიტყვენ სამოქალაქო აქტივისტები და მესამე სექტორი. უნდა დატოვონ თანამდებობები იმ საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სიის ინფორმით ნომინირებას, რაც ყველა ვნახეთ. გაგრძელდება თუ არა სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. შეხვედრა ინვესტორთან და მერიის პოზიცია. ალთანდილის ქუჩაზე დღეს ექსპერტებს ელოდებიან. ალბათ დასკვნა დაიდება ცოტა ხანში. ამ მოხდა როგორ მოხდა? სანამ მერიამ არ გაგირემონტებს იმ ავარიულინებს, მანამდე არ შეგიფრთხილებს. ვითარება ტრაგედიის ადგილზე ნახეთ დღის აპდეტში პირველზე. ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს კლანი წავიდეს სახლში. სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამოქალაქო სექტორის ნაწილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ ხელი მოაწერონ მანიფესტს მართლმსაჯულების გადასარჩენად, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირეს. აქციის მონაწილეებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ. სალომე უერთაშვილი იმყოფება ადგილზე. სალომე, რა მოთხოვნები აქვთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილებს? ეთუნა იუსტიციის საბჭოსთან დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც მანიფესტი მოიტანეს ადგილზე მართლმსაჯულების გადასარჩენად და სწორედ აქციაზე მოაწერეს ამ მანიფესტს ხელი. მესამე სექტორის წარმომადგენლებს აქვთ 4 მოთხოვნა და მათი პირველი და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ იუსტიციის საბჭო დატოვოს ყველა მოსამართლე წევრმა, ასევე საბჭო დატოვონ იმ წევრებმაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევას. ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ თანამდებობა დატოვოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ეგრეთ წოდებული კლანის ლიდერმა მიხეილ ჩინჩალაძემ და მასთან ერთად გადადგეს ლევან მურუსიძეც. მათი მოთხოვნაა ისიც, რომ სამუშაო ჯგუფმა უკვე კრიტერიუმებზე და პროცედურებზე მსჯელობა მხოლოდ სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით დაიწყოს, ხოლო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უკვე მას შემდეგ დაიწყოს, რაც საბჭო ხელახლა განახლდება. დღეს მანიფესტის ეს შინაარსი და მოთხოვნები შეკრებილ მოქალაქეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო და მან სრულად გაიზიარა ის პათოსი, რომელიც აქვს მესამე სექტორის წარმომადგენლებს. აქ ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და პოლიტიკური წრეებიდან აქციაზე იყო მხოლოდ გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება და პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა რეალურად შედეგს ვერ გამოიღებს. მთავარი არის ისიც, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა პასუხი აგონ იმ გადაწყვეტილებებზე, რის გამოც სასამართლო დღეს ასეთ მდგომარეობაშია. სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა, კლანმა, რომლის მეშვეობითაც წინახილის ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. უნდა დატოვონ თანამდებობები იმ საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის ბოლოს სიის ინფორმით და იმ სახით ნომინირება საქართველოს პარლამენტში, რაც ყველა ვნახეთ. მეორე ეს არის, რომ სისტემიდან უნდა წავიდნენ ბატონი ჩინჩალაძე და ბატონი მურუსიძე, ვინაიდან სასამართლოს მორჩილება ასოცირდება სწორედ ამ ადამიანებთან. მურუსიძე უვადოდ არის უკვე დანიშნული და არანაირი შემუშავებული კრიტერიუმი ამ ყველაფერს უკვე ვეღარ შეცვლის და შესაბამისად ჩვენ საუბრობთ, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან, ეს ადამიანები ვერ გაძლიერდებოდნენ ისე, რომ მათ მხარდაჭერა არ ქონოდა ქართული ოცნების მხრიდან. საბჭო დღეს სასამართლოს მართავს ერთი პრინციპით, ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, ეს გააძლიერებს თუ შეასუსტებს მათ გავლენებს სასამართლო სისტემაში. ეს არის მართვის მთავარი პრინციპი და ღირებულება და ძალის დემონსტრირების და ხელის გადაწევის პრინციპი, რომელიც აჩვენა საბჭომ საზოგადოებას ლევან მურუსიძის უვადო დანიშვნით. ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან ბევრი მორალური თუ სამართლებრივი პრობლემა აქვს უკვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აღმოსავლელი არის იმაში, რომ ეს თემა დაიშალოს აგურ-აგურ, უნდა გაიხსნას პირველ რიგში შიგნით ახალ ადამიანებს ქონდეს შესაძლებლობა და მეორე სისტემის შიგნით უნდა იყოს რეპუტაციული კონკურენცია. ძელვადიან სასამართლოს გამოსავალი მხოლოდ ამაში.
აქციას დღეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც ნაზი ჯანეზაშვილიც და ანა დოლიძეც შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი სამოქალაქო ჩართულობითა და მესამე სექტორის მხარდაჭერით შეძლებენ ამ ბრძოლაში გამარჯვებას. როგორც არამოსამართლე წევრებმა განაცხადეს, ისინი განაგრძობენ შეხვედრებს ადვოკატებთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, პარლამენტის დეპუტატებთან, რათა საბოლოოდ უზენაესი სასამართლო მხოლოდ ღირსეული მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. გაიმართოს პროცედურები, რომელიც ჩინჩალაძეს და მის კლანს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ გახდნენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები და პარლამენტმა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხალხის საკეთილდღეოდ და არა ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და აი ამ ხალხის საკეთილდღეოდ, რომლებსაც უდათ რომ ქვეყანა მართონ და უზენაეს სასამართლოს მეშვეობით ბუნებრივია მართონ სისტემა. სრულიად დარწმუნებულია, როგორც ის შავი სია გავაჩერეთ ჩვენ ხალხმა, სწორედ ისე გაჩერდება ყველა ნაბიჯი, რომელიც არ მოემსახურება სამართლიანობის ინტერესებს. Ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პროცედურა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ავარჩიოთ მოსამართლეები იყოს ღია, ჩვენ ყველას ჰქონდეს თანაბარი ხმა ამაში და რა თქმა უნდა მთელმა საქართველომ ნახოს ის მოსამართლეები, რომელსაც აქვს ამბიცია რომ ის განსაჯოს. აქცია იუსტიციის საბჭოსთან უკვე დასრულებულია, როგორც უკვე გითხარით, აქ იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიტანეს მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად. ამ მანიფესტს ხელს 24 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. სალომე ვერტაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ორი ხსხდომას აქციის ფონზე მართავს. საბჭოს მოსამართლე წევრები აქციის მონაწილეების მოთხოვნების გაზიარებას არაპირებენ და ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიციები არალეგიტიმურია. მათი მტკიცებით საბჭოს დაშლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. რა არგუმენტები აქვთ საბჭოს მოსამართლე წევრებს, რუსუდან დუმბაძე გვეტყვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აქციის მონაწილეთა მოთხოვნების გათვალისწინებას არ გეგმავენ და არაპირებენ, რომ დატოვონ თავიანთი თანამდებობა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნები არის არალეგიტიმური. მათი თქმით, ერთადერთი მიზანი, რაც არასამთავრობო სექტორს აერთიანებს, ეს არის გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაზე, რაც მათივე შეფასებით გამოიხატება კონკრეტული პირების, მათ შორის საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ მიზანმიმართულ დევნაში. საბჭოს მოსამართლე წევრები ასევე ფიქრობენ, რომ საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან მათი მტკიცებით მათი საქმიანობა, მათ შორის მოსამართლეთა სიის შედგენა მოხდა კანონის დაცვის საფუძველზე, ამიტომ ისინი ამ მოთხოვნების გაზიარებას, როგორც უკვე გითხარით, არაპირებენ და აპირებენ, რომ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესები და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ჩვენ ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონული სიცრუე, ისე როგორც ჩვენ ამას ვამბობდით. დასაწყისშივე არანაირ კრიტერიუმზე აქ და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. თანამდებობებს დატოვებთ თუ არა, კონკრეტულად კი თუ არა? არა, ეს იუმორის მომგვრელი არის, უკვე არ ვიცი, იუმორშიც აღარ ჯდება ესეთი მოთხოვნები, არ ვიცი. მე გავაკეთე კომენტარი. ფარსია იმაზე საუბარი, რომ თურმე ფართო ჩართულობით მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმების და პროცედურის განსაზღვრაზე, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან და საქართველოს პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატები უზენაეს სასამართლოს წევრობისთვის, ეს არის ფარსი, იმიტომ რომ დღეს საბოლოოდ დადასტურდა აი ამ ეგრეთ წოდებული მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ. როგორც ქალბატონმა გიგაურმა, კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია დაახლოებით 20-მდე ადამიანზე, რომელიც მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება. აი ეს არის რეალურად სახე. სწორედ საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგის ხდომა, რომელიც რამდენიმე სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამასთან ერთად 1 საათში იგეგმება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. ეს პროცესი დაიწყო 28 ოქტომბერს და საბჭო უკვე გაესაუბრა 67 კანდიდატს. დღეს იგეგმება 7 პირთან გასაუბრება და დღევანდელი პროცედურის შემდეგ ასევე დარჩენილი იქნება 3 პირთან გასაუბრების პროცესი. ამ 3 პირს შორის ასევე არის საბჭოს მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თუ კი პროცედურა და გასაუბრების პროცესი წარმატებით ჩაივლის, ის უვადო მოსამართლე იქნება. რუსუდან დუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ვინ რა დაინახა ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე ვაკეთ საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვები გრძელდება. საქართველოში იბარებენ ყველას, ვინც სპორტის სასახლეში დაინახა, როგორ დაესხა თავს ცივი არაღი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ქართულ ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს. ინციდენტის ამსახველი კადრები მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ სასამართლოს წესით გამოიკითხებიან. ანა ახალაი ემყოფება პოლიციის სამმართველოსთან და მეტ დეტალს მოგუყვება. სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ წუთებში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იკითხება მწვრთნელი ზურაბ შელია, რომელმაც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სავარაუდოდ სწორედ გამომძიებლებს მიაწოდებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა დაინახა ჩხუბის დროს, მაშინ როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა და გაუსწორდა სპორტსმენს და ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს. რაც შეეხება თავად ინციდენტში მონაწილე პირებს, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გასაუბრება გეგა გეგეშიძესთან, რომელთანაც ბუნებრივი არსებობს შეკითხვები, რაც შეეხება თავად დაზარალებულს ზურაბ დათუნაშვილს. მან ტელეპირველთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა დაპირისპირების დღე, აღწერა ის თუ როგორ მიაყენა დაზიანებები ფედერაციის პრეზიდენტმა მას, ასევე დათუნაშვილი ამბობს, რომ მისი განცხადებით აუცილებლად უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა გეგა გეგეშიძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ დათუნაშვილის ამ პოზიციას ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ. ვაპროტესტებ საერთოდ გადაწყვეტილებას და მე ჩემს ჩხუბი დაუწყეს. და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი ჩაერია უხეშა. აი ეს კადრებზე ჩანს, რაც რკინის რაღაც საგანით მოდის ჩვენ წინააღმდეგ და გვიქნებს. ეს მე ჩამოთქვა თავში რკინის საგანი. ფედერაციის პრეზიდენტი ესეთ რაღაცას აკეთებს. ფედერაციის წევრზე ნაკრების კაპიტანზე და თქვენი ერთ უნდა იყოს ისე თანამდებობაზე. სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენელ შოთა ხაბარელს, რომელმაც თავპირველთან საუბარში თქვა, რომ ის გმობს ნებისმიერ ძალადობას, რაც შეეხება საკითხს, რომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს გეგა გეგეშიძის თანამდებობის საკითხი, ანუ მან დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. ხაბარელი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი სხდომა და სწორედ კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება გეგეშიძე დარჩება თუ მას მოუწევს დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. ფაქტი ნამდვილად არ იყო კარგი საყურებელი, მე ვნახე ტელევიზიიდან, ნახე რაც მოხდა იქ, ადგილზე არ ყოფილი ვარ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. და ალბათ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდიუმი მიიღებს. როგორც ვიცი, ჩანიშნულია სხდომა, პრეზიდენტის სხდომა და იქ ხდება აი ამ საკითხის განხილვა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ მე არ ვიცი, მაგრამ როგორც აი მე ერთ-ერთი დაუშვებ სპორტსმენი, ყოფილი სპორტსმენი, მე ვგმობ ასეთ აქციას ნამდვილად. როგორც უკვე აღნიშნე, საბურთალოს პოლიციაში ამ წუთებში სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები იკითხებიან, რაც შეეხება თავად ინციდენტში მონაწილე პირებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, მათმა ნაწილმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, შესაბამისად მათ მოითხოვეს, რომ ისინი სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნონ. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ავთანდილის 8 ნომერში, სადაც აფეთქება მოხდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ელოდებიან სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ რა ზარალი მიადგა მოსახლეობას. დღესვე ყაზტრანსგაზის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. რა ხდება შემთხვევის ადგილზე, გიორგი კიკაბიძე მოგუყვება.
დიახეთუნა შემთხვევის ადგილი კვლავ შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით პერიმეტრს აკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ აქ აფეთქებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან დაზარალებულები. ისინი ეტაპობრივად შედიან საცხოვრებელ კორპუსში. დღეს აქ პირველად გამოჩნდნენ სამხაროვლის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და ისინი ამ წუთებში იმყოფებიან კორპუსში და თითოეულ ბინას აღწერენ თუ რა ზარალი მიადგათ აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს. ისინი ეტაპობრივად შედიან კორპუსში და ელოდებიან საკუთარ რიგს. დასკვნა უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი, როგორც ჩანს სპეციალისტებს ბევრი აქვთ სამუშაო. ერთი შეხედვით კადრშიც ჩანს, რომ მაგალითად კორპუსი არის დაზიანებული და იქ ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალისტები აქ დღეს პირველად გამოჩნდნენ, ისინი აქ მოვიდნენ გამგეობის თხოვნით. ჩემს ინფორმაცია ცნობილია ნავიდან სახლში დაათვალიერონ, ასევე ჩემი მანქანა რომელიც დაზიანებული მონახულს შეამოწმონ და ალბათ დასკვნა დაიდება ცოტა ხანში რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. ხო, მეორე სადარბაზოში მესამე სართულზე ვიყავი შესული, ანუ ჩემ ბინაში არანაირი დაზიანება არ აქვს. მოვლენ 2 საათზე და ყველა ბინებს შეაფასებენ. ჩემი ფანჯრებია ჩამდროული მარტო ჩალეწილი. ფიზიკურად მეტი არაფერი არ ჭირს. სანამ მერიამ არ გაგირემონტებს იმ ავარიული მეს, მანამდე არ შეგიშვებსო და ყველა განაწილეს სასტუმროებში მოვიდა შემოწმებაზე, მაგას ეკისრება პასუხისმგებლობა, ვინც გახედა და არაფერი არ არის რო თქვა, იმათ ეკისრება ახლა. აზგრანზის წარმომადგენელია თუ ვინმე, მაგას ეკისრება. დაზიანებული და აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები ახლა ელოდებიან ექსპერტების დასკვნა, სპეციალისტების დასკვნა. ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს. დღეს დაზარალებულები კიდევ ერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანია ყაზტრანსგაზს. მათი შეფასებით ეს აფეთქება სწორედ ამ კომპანიის დაუდევრობის შედეგია. ჩემს ინფორმაცია ცნობილია ნავიდან სახლში დაათვალიერონ, ასევე ჩემი მანქანა რომელიც დაზიანებული მონახულს შეამოწმონ და ალბათ დასკვნა დაიდება ცოტა ხანში რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. ხო, მეორე სადარბაზოში მესამე სართულზე ვიყავი შესული, ანუ ჩემ ბინაში არანაირი დაზიანება არ აქვს. მოვლენ 2 საათზე და ყველა ბინებს შეაფასებენ. ჩემი ფანჯრებია ჩამდროული მარტო ჩალეწილი. ფიზიკურად მეტი არაფერი არ ჭირს. სანამ მერიამ არ გაგირემონტებს იმ ავარიული მეს, მანამდე არ შეგიშვებსო და ყველა როგორც იცით, კომპანია ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელი არის დაკავებული, მათ სახელმწიფო ბრალდება ედავება სამსახურეობრივ გულგრილობას. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს უფლებადამცველები გაასაჩივრებენ. გიორგი კიკაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დაიწყება თუ არა ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა. ამ საკითხზე დღეს სასტუმროს მფლობელს თბილისის მერი მოადგილებთან ერთად შეხვდა. შეძლებს თუ არა კახაკალაძე სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას, რისი მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება ნებადართულია და წავა თუ არა დათმობაზე გიორგი ზაქაიძე, რომელიც ამბობს, რომ მისი ზარალი ყოველდღიურად იზრდება. ნახოთ რა შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. მერია არის საზოგადოების რაღაც გარკვეული მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ. გადასული არიან, რა ვიცი, ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხვაზე ნარმანიას შემდეგ იგივე საკეთებენ ესენის. არა აქვთ არანაირი უფლება, რომ ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგზავნ და არ მოგცენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 2013 წელს ავიღეთ მშენებლობის ნებართვა. უბრალოდ ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიან, ანუ პროექტი შევიძინეთ. თუ ჩვენ ეს ვალდებულება არ შეასრულა მერიამ და არ აღვიდგინა ერთ დღეში და ორ დღეში, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე ჩვენ აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით და უკვე ჩვენ გაგვაჩინეს და გქონდა ყოველთვის. მაგის გარდა ვიდავებ ზიანზე, რომელიც ძალიან დიდი აქვს ჩვენ კომპანიას მიღებული. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ნებართვარის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს და მას აქვს უფლება მოითხოვოს 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ამ სამართლებრივ პოზიციას, ასე ვთქვათ, არის ჩაბღაუჭებული ადამიანი, რომელიც პოზიციებს ართმობს, ამ ეტაპზე შეთანხმება
ჯერჯერობით არ არის მისცემ. ლაკის პარკი არის ერთადერთი ადგილი, ესეთი უნიკალური ადგილი მეორე სამწუხაროდ თბილისში არ აქვს. შესაბამისად მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შეუწყობთ, თუნდაც დაგვიჯდეს ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაბარებული მუნიციპალური ინსპექციის უფროსი საკრებულოში არ მივიდა. ოპოზიციის დეპუტატებს სურდათ მერის წარმომადგენლებთან დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასა და შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხზე საუბარი. დედაქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ექსპლუატაციაში არ შესულ კორპუსებზე სასაუბროდ გიორგი ბაგრატიონი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ფრაქციის ხმაზე დაიბარეს, თუმცა მათი თქმით ბაგრატიონმა საკრებულოს წევრებს განუცხადა, რომ ექსპლუატაციაში არ შესული კორპუსების საკითხი მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. ფრაქციის წევრების განცხადებით დედაქალაქის მერია უპასუხისმგებლად იქცევა. ექსპლუატაციაში მიღება არ ეხება ზედაობაზე ვისაუბროთ, მაგრამ წერილი რომ ექსპლუატაციაში კითხვას დაგისმევთ, დღეს გელოდებოდით ჩვენ ფრაქციის ხმას და თქვენ არ მობზანდით სამწუხაროდ, არ წერილი არ გამოგზავნეთ, რომ რაიმე პრობლემა ქონდა და დაგელოდოთ თუ აღარ დაგელოდოთ. თემასთან დაკავშირებით რომ თემაზე თქვენდაც საუბარი ჩვენ არ გვაქვს მაშინ მოძრაობა საჯაროდ გამოსვლით ეს თემა რა. მე გიდათ რომ კონკრეტულად რაღაცა ისეთ თემაზე ვისაუბროთ, რომელიც არ ეხება კონკრეტულად იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც მოხდა ჩვენ სამსახურში. რასთან დაკავშირებით? რატომ არ მობზანდით მაშინ ეს გითხარით ბატონო გიორგი? საკმარისი ის პასუხი რაც მე გაგეცით თქვენ. ჩვენი ქალაქი გახდა კატასტროფების სავსე ქალაქად. სამწუხარო უბედურების ხმა ისმის ყოველ დღე ფაქტობრივად. ჩვენ მზად ვართ რომ ვითანამშრომლოთ მათთან და დავაყენოთ გზაზე რომ ამ კოლაფსიდან გამოვიდეთ, მაგრამ თვითონ მერი არის ჩაკეტილი. მე არ ვიცი შეიძლება ვთქვათ რომ მერი არ წავს ამ და მერი არ ყავს მე მგონი ამ ჩვენს დედაქალაქს. მერია როგორც ყოველთვის დღესაც მოიქცა უპასუხისმგებლოდ ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების შედეგად იქ მდგომარეობაზე რას აპირებს მერია, რას გეგმავს შემდგომში პრევენციის მიზნით, რომ იგივე კატასტროფა აღარ გამეორდეს, მათ შორის ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხებზე, იმის ნაცვლად, რომ ის დღეს მუშაობდეს, გამოსავალზე მსჯელობდეს, მათ შორის ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ მერიასთან, ის თავს არიდებს ამ საკითხებზე მუშაობას, ამ საკითხებზე პასუხების გაცემას და ის გაურბის თბილისელების კითხვებს. საკრებულოსთან ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ნებისმიერ საკითხში შეგვიძლია ნებისმიერ დროს ვისაუბროთ. ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილებები განვხორციელეთ, კონკრეტულად მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით და ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვინდოდა რომ გავაკეთებინა და ვფიქრობთ გავაგზავნოთ ეს ცვლილებები, არ ვაპირებთ სპეკულაციებში შევიდეთ კონკრეტულ ჯგუფებთან, რომელიც აპირებენ რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყოს რაღაცა სიტუაციის შემხებლობა იმაში, რომ თუნდაც ჩვენი სამსახური არ აკეთებს რამეს. ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არ იქნებოდა ის შემოგვიძეს აკეთებენ აპელირებას, მას მნიშვნელობა არ აქვს. ლიბიაში 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე ბოლოს ლიბიის ქალაქ მისრატაში დოღან ბეიზე იმყოფებოდა. SMS შეტყობინებაში, რომელიც ოჯახმა გემის ფლობელი კომპანიისგან მიიღო, წერია, რომ საქმეს ლიბიის პოლიცია ეძებს. 7 იანვარს ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა. ახლაც დაკარგულად ითვლება ვკითხულობ შეტყობინებაში. საქმეში ქართული მხრიდან ჩართულები არიან შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე საზღვაო პოლიცია. დავით რაზმაძემ გემზე მუშაობა 3 თვის წინ დაიწყო. სატელიტური მონაცემებით ირგვა, რომ გემი ახლაც მისარათას პორტში დგას. 23 წლის მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ჩვენში დაიკარგა და 14-ში გამაგებინეთ, აი ერთი კვირის შემდეგ რა. იძახია რომ მატორში ჩავიდა სამუშაო 12 საათზე ვახტაზე, ღამის 12 საათზე, 4 საათზე ჩადის თურქის შემცვლელი და აღარ არის ბავშვი. იქ ლიბიის პოლიცია ჩაერია, რა ვიცი, ძალიან ბევრი ის იყო, რა ქვია, ვერსიები, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცები თქვენ ზოგი იძახით რომ ჩავიდა გემიდან, მაგრამ არ ფიქსირდება, მაგრამ გემზე არ არის და არ ვიცი რა, არაფერი არ ვიცი. შეიძლება დაკავებული ყავთ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შემოვიდა მიმდინარე წლის 17 იანვარს ამოვიყენეთ ის ყველა შესაძლო გზა თუ ბერკეტი იმისათვის რომ დაგვეჭირა საქართველოს მოქალაქის ქართული მეზღვაურის ადგილსამყოფელი. დიპლომატიური არხები გემს ფლობელი დროში სახელმწიფო აბსოლუტურად ყველა ჩართული ხმოს ამ პროცესში და მიმდინარეობს მოკვლევა. აღნიშნული შესახებ დაუყოვნებლივ ოფიციალურად შევატყობინეთ ჩვენს მისიებს, როგორც სტამბოლში, ისევე ეგვიპტეში. ჩვენთვის ცნობილია, რომ გემსობელი კომპანიის წარმომადგენელი აპირება გაემგზავროს ლიბიაში, სადაც ადგილზე გაარკვევს სიტუაციას, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.